მე გასწავლით რამდენიმე ხერხს იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება გახდეს უკეთესი. თუ არ გაგვაჩნია მადლიერების შეგრძნება იმისთვის, რაც გვაქვს და რაც გვექნება მომავალში, სამწუხაროდ იმასაც ვკარგავთ, რაც გვაქვს. ამიტომ ყოველი დილა უნდა დაიწყოთ მადლიერები და ჩამოწეროთ 3 რამ, რისთვისაც მადლიერები ხართ. მე ამას გეუბნებით, იმიტომ რომ მე ეს ჩემ თავზე გამოცდილი მაქვს. ეხლა ვიმყოფები ლოს-ანჯელესში. ვყორობ იმ ცხოვრებით, რომელზეც მე ბავშვობიდან ვოცნებობდი. თუ იცით, არ ვიცით, თუ ადევნებთ ჩემს ინტერვიუებს თვალსაჩინო ჩემი ცხოვრების შესახებ, ოდნავ მაინც თუ გაგიგიათ, იცით, რომ ძალიან ბევრი ვიშრომენ და დღემდე ვშრომობ. ასევე ამ ყველაფერთან ერთად, რაც უფრო დიდ წარმატებას ვაღწევ, მით უფრო მეტი ჰეიტერი მიჩნდება. მაგრამ არა უშავს. მეორე, რასაც მე ყოველთვის ვაკეთებ, არის ის, რომ ჩემს ენერგიაზე და ჩემს სიხშირეზე ყოველთვის ვმუშაობ და ეს რას ნიშნავს? ყოველთვის ვცდილობ, რომ არ ვიფიქრო ნეგატიური აზრები. ნეგატიური აზრები არავის მიმართ, ხვდებით? ანუ თქვენ, როცა მე დამინახავთ მაგალითად და ფიქრობთ, რომ თუ ეს გოგო არ მომწონს, ანუ ოი რა კაი გოგოა. ანუ ეს ყველაფერი ხდება თქვენში. ანუ ამას განიცდით თქვენ და არა მე, ანუ მე არანაირად არ მეხება. მე ამას ვერ ვაკონტროლებ და არც მინდა გავაკონტროლო. მე რასაც ვაკონტროლებ არის ის, მე რას ვფიქრობ სამყაროზე, მე რას ვფიქრობ ადამიანებზე და საბედნიეროდ მე ყველა მიყვარს ის ადამიანებიც მიყვარს, ვინც მე მლანძღავენ სხვათა შორის, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს ენერგიაზე, რომელიც არის ძალიან ძლიერი და მე უფრო ვაძლიერებ ამ ენერგიას სიყვარულით, ვარჯიში ყოველ დღე და ვაძლიერებ ლოცვით. აუცილებლად ეს არ ვიცი, თქვენ თუ ამას არ აკეთებთ, აუცილებლად დაიწყოთ ამის კეთება ყოველ დღე. მადლიერება, ყოველ დღე ვარჯიში, ყოველ დღე ლოცვა და რაც შეიძლება მეტი პოზიტიური, კარგი, დადებითი, სიყვარულით სავსე ფიქრები გაუშვით სამყაროში და რასაც გაუშვებთ, თქვენ ზუსტად იგივე გიბრუნდებათ. იმედი მაქვს, რომ გამოიყენებთ ჩემს შევებს. კოცრით.